მოდი უფალსანო, რაც მე ხატები გამიკეთებია მეთქი და ის ეკლესია ამიშენებია ჩემი ხელი. აი იმ ხატების მადლით მამხედე უფალო მეთქი ახლა გამაძლიერე. მე ვარ მარტო. როვიდან ამბობია გაბრიელ ბერსა. ბერი გაბრიელი დღეს ამ სახელის წინაშე უამრავი ადამიანი ქეთს იხრის. მისი გარდაცვალებიდან სულ რაღაც 1 წლის შემდეგ ლეგენდად იქცა. დღეს მას მთელი საქართველო როგორც დიდწმინდანს ისეევედრება. გაბრიელ ბერი თავისი ერის ცხოვრებაში განსაკუთრებული მისიისა და უმძიმესი ღვაწლის მატარებელი იყო. ის ქართველ ბერმონაზონთა და ნეტარ სალოსთა დასის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. მან ბოლო ჟამის შეუდარებლად მძიმე პირობებში ქართველ წმინდანთა უწყვეტი ჯაჭვის გაგრძელება ღირსეულად შეძლო. კომუნისტური ტერორის გამო ჩვენთან ფაქტიურად სამონაზრო ცხოვრება შეწყდა და იყო სიცარიელე. რამდენიმე ბერმა ჩვენამდე მოაღწია ამ ეპოქიდან. ასეთი იყო ერთ-ერთი ბოლო მამა გაბრიელი, რომელიც იბრძოდა ყოველმხრივ, ყველანაირად ქრისტეს სწავლების დასაცავად. 1929 წლის 26 აგვისტოს ნავთლუხში ურგებაძეების ოჯახში დაიბადა პატარა გოდერძი. მაშინ ქრისტიანობის ხსენება იკრძალებოდა. მისი მამა ვასილ ურგებაძე კომუნისტური პარტიის წევრი, ეკლესიის დანგრევას და მის ადგილას კინოთეატრის მშენებლობას ხელმძღვანელობდა. 1931 წელს ის შეთქმულებმა მოკლეს. ეს მამა იყო ვასიკო, საერთოდ გაბრიელს ერქვა ვასიკო, გოდერძი, მაგრამ ვასიკოს ვეძახდით, ჩემი დედა ჩემის და ყველა ვასიკოს ეძახდა. ეს იყო კომუნისტი იყო. თორმე ახალგაზრდობაში ამბობდა რომ სულ სტალინთან უნდა წავიდე. ეხლა მე სიმართლეს ვამბობ, რაც იყო ეხლა რა ვარ ვიტყვი რომ და აი ეს რა მკითხა რა უყურეთ, აი ეს სურათი რო არის ჩასმული, ეს კლუბში იყო ჩამოკიდული. როგორც აღმასკომის უმფროსი. ამის შემდეგ გოდერძის მამის სახელს ვასიკოს ეძახდნენ. ბავშვობიდან გამოირჩეოდა. მისი საქციელი ახლობლებისათვის გაუგებარი იყო. ქრისტიანულად არ ზრდიდნენ, არადა ღვთიური მადლით პატარაობიდანვე გამოირჩეოდა. თანატოლებთან თამაშზე მეტად მარტოყოფნა და მდუმარება უყვარდა. თამაშის დროს ეკლესიებს აგებდა, შიგასანთის ღერებს ამაგრებდა და სანთლებიაო ამბობდა. ეს დოჩი აკეთებდა. აი ამადგილას და იქ სწორედ ჩუად პენჭებით. ეკლესიები წითელ ნაჭერკაფენა და სანთელანტებდა. თელი მეზობლები გაყვირებული იყვნენ ხოლმე. აი ეგრე იყო პატარობიდან. დაბადებიდან მალევე მოუნათლავთ. იმ პერიოდის შესაბამისად ნათლობა ფრთხილ ვითარებაში წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში ჩატარდა. კომუნისტური რეჟიმი მძვინვარებდა. სასტიკად იგრძელებოდა სარწმუნოება და იდევნებოდა ეკლესია. ინგრეოდა და იხურებოდა ტაძრები. ეს იყო მძიმე რეპრესიებისა და ეგრეთ წოდებული წითელი ტერორის ეპოქა. სკოლაში 6 წლის ასაკში შეიყვანეს. წერა-კითხვა და არითმეტიკა ადვილად შეისწავლა. კეთილის ზნეობით საყოველთაო სიყვარულით დაიმსახურა. ყოველთვის სახარებას კითხულობდა და სხვა არაფერი აინტერესებდა. გაკვეთილებს კი მცირეხნით თუ გადაავლებდა თვალს, ბევრი დრო რომ არ წართმეოდა. დაძინებისას თავის ოთახში შევიდოდა და ხატების კუთხეში ხანგრძლივად ლოცულობდა. მადრო ნიკოლოზ მეორის სურათი კიდია. კომუნისტების დროს რო უკძალავდნენ ეს დაბლა ქონდა ლენინის სურათი ამობრუნებული, თავდაყირა გაკეთებული და სულ მეეჩხუბებოდა რომ რაც გინდა ნიკოლოზ მეორის სურათი ჩამოიღე, კომუნისტები დაგვიჭერენ, გადაგვასახლებენო და გაბრიელი ამბობდა, ემა შენ რა იცი, ეგენ წმინდანები არიან და ამან ვაწამა ეს მიწის ღირსიც არ გახდებაო და ის ლენინის სურათი აღარ არის, მაგრამ ეს ნიკოლოზ მეორის დღემდე წმინდანად შეირაცხა და ის კიდია. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გაბრიელ ბერს მოუგონებია თავისი ბავშვობის პერიოდი. მეორე სართულზე აივანზე ვიჯექი ჩემთვის ჩაფიქრებული. როდესაც შინაგანი კარნახივით მომეცა სასახედეო, ავდექი აივნის ნაპირთან მივედი. ავიხედე და ვხედავ, ცაზე დიდი ჯვარი იყო აღმართული. მაშინ ვერა, მაგრამ ახლა კი ვიცი, რომ ეს იყო ჩემი ჯვარი, რომელიც ღვთისა და მოყვასის სიყვარულით უნდა მეტვირთა და მეტარებინა.
ამავე პერიოდს ეხება გაბრიელ ბერის კიდევ ერთი მოგონება. პატარა ვასიკომ ამ განსაცდელით სარგებელი მიიღო, რაშიც მისი მოგონებაც გვარწმუნებს. ღამე როცა მეძინა, უეცრად გამეღვიძა და დავინახე, ჩემ წინ საზარელი სახის დემონი აღმართულიყო, რისხვით მიყურებდა. ღვთის მადლით არ შემშინებია დავიძაბე, მაგრამ არც არაფერი ვიღონე მის განსანდევნად. უბრალოდ გაკვირვებით შევყურებდი. მან დამიღრიალა, შენ მემბრძვიმეო და მუშტი თავში ჩამარტყა. როდესაც დემონი ვიხილე, მაშინ სრულიად განმტკიცდა ჩემი რწმენა ქრისტეში, რადგან თქვი, თუ კი ეშმაკი არსებობს, ღმერთი ხო უფრო მეტად ხო და თანამით კიდევ მოყვასო. ადამიანის სილამაზე დავინახე და დავაფასე. გაბრიელო შემოვარდებოდაო, ესეო. თუ გიკვირდაო ახლა მოძრავი ბავშვი იყო და ერთხელ აი ღამე ეძინა. ხო და მოვიდაო რაღაცა რქიანიო, იქნებოდა 2 საათიო ესეო და გამაღვიძაო და მითხრაო, შენ მე როგორ უნდა შემეჯიბრო და ჩამარტყაო, გავითიშეო. 7 წლის იყო, როდესაც ქრისტეს სახელი პირველად გაიგო. ერთხელ მეზობელი ქალების ჯგუფს შეესწრო. ერთმა მეორეს უთხრა, რა ჯვარს მაცვი ქრისტეს ავითო. ბავშვმა ამ სიტყვების მნიშვნელობა ვერ გაიგო და იკითხა, რატომ აცვეს ქრისტე ჯვარსო. პასუხი ვერავინ გასცა და ეკლესიაში წასვლა ურჩიეს. მართლაც მივიდა წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში, მაგრამ დაკეტილი დახვდა. ყარაულმა ურჩია ქრისტეს ისტორია წაეკითხა. ამ დღიდან ფულის შეგროვება დაიწყო და როდესაც დააგროვა, ბაზარში წავიდა. ბუკინისტებისგან წიგნი შეიძინა. ცოტა მანძილი რომ გაიარა, წიგნს დახედა და ნახა სახარება ეწერა. ბიჭმა იფიქრა, ალბათ ბუკინეს შეეშალა და სხვა წიგნი მომყიდაო, მაგრამ იმ გამყიდველს ვეღარ მიაგნო. ბაზარში ყველამ უთხრა, ასეთი აქ არც არავინ ყოფილაო. 1949 წელს შარში გაიწვიეს, ბათუმში მსახურობდა. არმიაში არსებული სიმკაცრის მიუხედავად მამა გაბრიელი ეკლესიურ ცხოვრებას მაინც ახერხებდა. ის იყო პირველი ადამიანი, ვინც კომუნისტური რეჟიმის მმართველობის პერიოდში ბერად აღიკვეცა. სამხედროს სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ საკუთარ ეზოში ააშენა 4 გუმბათიანი ეკლესია, სადაც კომუნისტების მიერ გადაყრილი ხატები დააბრძანა. ჯანჩი რო იყო ჩემო კარგება. რაზე მოშჭარდა პოსტალი იყო. თავის თუმფალი დროგონდა სულ ეკლესიაში დადიოდა. მაშინ სტალინმა ქართული ჯარი აღარ გაგზავნა რუსეთში. გამოიყო და აქ იყო და წაიყვანა. ბერი გაბრიელი ხშირად ამბობდა, ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამაო. იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ანგრევდნენ ეკლესია მონასტრებს და ფიზიკურად ანადგურებდნენ ღვთისმსახურებს. აწიოკებდნენ მამა გაბრიელსაც და ეკლესიის დანგრევას აიძულებდნენ. ბერი მასთან მისულ ხელისუფლებს არც კი აცლიდა ლაპარაკს. მე არ დავანგრევ და თქვენ თუ შეძლებთ დაანგრიეთ. შეშინებიათ წასულან და მუშები მოუყვანიათ. ბერს მათთვის კიდევ უთქვამს, ბრძანების გამცემი უფრო სოდავს ვიდრე შემსრულებელი. ამჯერად უფრო შეშინებიათ. ასე გადაარჩინა ღვთის შიშმა მისი ეკლესია მთლიანად დანგრევას. ერთხელ თუ იყავ კარტოფილი მე ხარჭა გაეცქულა ახლა ის ტყავის სრულზე და რანდი გავხდი უკუდეებოდი მაგრამ რაც ერთხელ ფიქრია იმას რა დალა კონდა ისტაგა საკმაოდ პატარა იყო, როცა საკუთარ ოჯახს გამოეყო. ეზოში თავისი ხელით აშენებულ სენაკში ცხოვრობდა, სადაც სარეცელიც კი არ ედგა. დედაშვილს ამის გამო გამუდმებით ჰქონდათ დაპირისპირება. მამა გაბრიელი ყოველთვის უარს ამბობდა ამ ქვეყნიური ფუფუნების საგნებზე. ამას ამტკიცებს ისიც, რომ მას აი ამ ორმოში ეძინა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დედა ბარბარე ურწმუნო ადამიანი არ იყო, შვილის საქციელი არ მოსწონდა. თავიდან გაუკვირდა, მერე კი როცა ვასიკოს ქრისტეს მიმართ რწმენა უფრო გაუღრმავდა, დედამ შვილს კატეგორიულად მოსთხოვა თავის არჩევანზე ხელი აეღო. დედა ჩემი ურჩილდა. აქ მეზობელი რომ მიხავდა და პარაკებოდა. ხუერან უნდა გაგიჟრო ვიჭიო. Reps de la paracabia, მაგრამ ეს უნდოდა რომ ოჯახი ქონა და დაეკორტინებინა
შვილისგან მორიგი უარის გაგონებაზე გაბრაზებულმა ბარბარემ სახარება გადაუგდო. ვასიკომ წიგნი იპოვა, გულში ჩაიკრა და ატირდა. მაშინ გაბრიელი უკვე ბერი იყო იმ დროს უკვე. იმიტომ ანაფორით არა დედაჩემის ბინას რო აშენებდა, იქ საძირკველსაც თხრიდა. და მთელი პატარა ბავშვები სულ ეხმარებოდით. თხრიდა საძირკველს და მერე იქ რაც ნატეხი აგურები დარჩა, აი ამ კუთხეში ეყარა, აი ამ კუთხეში. ჩვენი ეზოს ბოლოში. ეგ მახსოვს იმ წვრილი აგურებით დაიწყო აშენება ამისა ჯერ პატარა აშენა, მაგრამ ამხელა კი არ იყო. პატარა იყო. როგორც თვითონ დაეტეოდა და საწოლი ოთახი ექნებოდა. პლიტა ედგა და იქ ხაშანდა ლობიო უყარდა ძალიან. იმ დეპურს ჩაყრიდა რომ მე კიდე უკვე მშრალი იყო გულზე ადგებოდა და მახსოვს კრუშკა რო ქონდა ისა სპილენძის იმით წყალს დააყოლებდა. იმის შემდეგ ეს გაადიდა ცოტა აქ კარები გაუკეთა. აი ეს კარები ჩვენ რო დავანგრეთ იქ ბინა რო ქონდა ჩემ მშობლებმა რო დაანგრიეს იქიდან მოიხსნა ეს კარები. აი ესე იგი 55 წელიწადს რომ მოხსნეს ის პატარა ოთახი ქონდათ. ნუ პატარა ვიყავი მაშინ. ხოდა იმის იქიდან მოიტანა და გაუკეთა იმ დროინდელია ეს კარები. 1965 წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი დაწვა. ამ ფაქტის გამო კრემლიდან ბრძანება გაიცა დაიხვრიტათ ბერი გასამართლების გარეშე. მოგვიანებით ეს სასჯელი შეიცვალა და მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას არაადამიანურად ექცეოდნენ. რუსთავში ჩემადამ გაიგო და ეს ტრიბუნა. 60 წელს იყო ეს ტრიბუნა და თავებისაც ახრდა. შემემესვნენ ჯარისკაცები და მიხდება ერთი სართული, მეორე სართული აქტივა. ახალაგარი კედია გულზე. ჯვარს ვერ ახსენია და ისევ ზივა. რა დააკეთე იცი რომ თელი მოსკოვი რეკავს ცეკაშ დაგუდეისაო მოხსნა შენი გულისთვის ცეკას ახსენებდა. შენი ჯირო დახრეტაკა. დაუდექე და პირჯველი გადავიწერე. დიდაც ქრისტიანეთი დიდხარ შენ ქრისტიანეთო და საკვირელარია საქმე ნიშანი და ვერ მიშენძლებელ არც მადრის მიცემა საკვირელებათა შენთან. 12 წლის იყო, როცა ვასიკოს სახლიდან წავიდა. მცხეთამდე ფეხით იარა. დედათა მონასტერში მივიდა, სადაც დედებმა თბილად მიიღეს. დააპურეს, მაგრამ ღამე ვერ გაათევინეს. იქ მამაკაცის ძარჩენა არ შეიძლებოდა. უთხრეს სვეტიცხოველში ჩასულიყო და ღამე იქ გაეთია. ბიჭმა მთელი ღამე მონასტრის კართან გაატარა. 90-იან წლებში, როდესაც იყო და მამა გაბრიელი გამოდიოდა აივანზე და ყვიროდა, უშველეთ საქართველოს სისხლში იხრჩობა, მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია. და მართლაც მოხდა 9 აპრილი 99 წლისა და მოხდა ძმათა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი. მრავალი წლის შემდეგ უკვე ბერის შიომღვიმის მონასტერში გადავიდა. განმარტოებით დაყუდება სურდა. სწორედ იქ უფლის გამოცხადებით ეუწყა, რომ სამთავროს მონასტერში წასულიყო. სვეტიცხოველი წარმომიდგა თვალიდან და დედათა მონასტერი პრივატულისტი და შახწვიდოთანი აპოთბილების წამებისთვის არაბებმა აწამეს და მე წამები კომუნისტების სახიდან ბოლო წამების დივარ კაპიტულები. მამა გაბრიელის ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან. მას ყოველთვის უნდოდა ჰქონოდა სენაკის სამთავროს მადლიან მიწაზე. სიცოცხლის ბოლო წლები სწორედ მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ კოშკში გაატარა. არქიმანდრიტი გაბრიელი 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. ის ანდერძის მიხედვით ბერმონაზნური წესით ჭილოვში გახვეული მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს. მთელი ათეული წელი მამა გაბრიელმა ჩვენთან გაატარა მონასტერში. ჰქონდა პატარა ტაბურეტი, პატარა სკამი. ხშირად გამოდიოდა იჯდა იქ და ხელსაქმეობდა. და აქ იყო მთელი ფაქტიურად ეროვნული მოძრაობის დაწყების შემდეგ
უცხოეთ ნაკადად მოდიოდა ახალგაზრდობა მამა გაბრიელთან, განსაკუთრებით ეროვნული მოძრაობაში, ვინც ებულობდა მონაწილეობას, მოდიოდა და ფაქტიურად აი პირველი სამღვდელოება ჩვენს ეკლესიაშიც, სწორედ აი მისი მოწაფეები არიან. სიკვდილამდე მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა, რომ მის საფლავზე ნახევარი საქართველო მივიდოდა. მართლაც ამდენი წლის გასვლის შემდეგაც მის საფლავზე მიმსვლელთა რიგები არ წყდება. წმინდა ბერის საფლავს განკურნების ძალა გააჩნია, ისევე როგორც მის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებულზეც. მამა გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა სურაბ ვარაზაშვილმა ანალიზის ჩასატარებლად აუღო, დღემდე უხრწნელია. სიყვარულში ადამიანის მთელი ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფეულის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უგუბოვოდ მანტიით დამარხონ. ყველა სიყვარული მიმაქვს მართლმადიდებელი ერისა და დაბადებული ადამიანისა. არა არს კაცი, რომ სხონდეს და არა სცოდოს. მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური. ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემი საფლავის გვერდით, შენდობას თქვით ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია. ეს არის პირველი ტაძარი, რომელიც წმინდა ბერი გაბრიელის სახელს ატარებს. ეკლესია სასულიერო პირის წმინდანად შერაცხვიდან რამდენიმე თვეში აშენდა. მამა გაბრიელის სახელობის ეკლესია ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში სოფელ ციხისჯვარში აშენდა. ახალი ტაძარი მიტროპოლიტმა სერაფიმემ ბერის წმინდანად შერაცხვის შემდეგ მალევე აკურთხა. ბერი გაბრიელი ეს არის წმინდანი, ახლად შერაცხული წმინდანი, რომელიც ჭეშმარიტად კურნავს, ჭეშმარიტად აღასრულებს და არის მეოხი ჩვენი ღვთის წინაშე. მე არ მეკვირს, რომ ხალხს უყვარს, რამე თუ მისი სახელი, მისი მოღვაწეობა, მის საფლავზე აღსრულებული სასწაულები, ლოცვის შესრულება, რა თქმა უნდა ეს მაჩვენებელი იმისა, რომ დიდია მისი დამსახურება. დღეს თითქმის არავინ იცის, რომ ბერი გაბრიელის სახელზე აშენებულ პირველ ტაძარში მისივე ნივთებია დაბრძანებული. მანტია, ოლარი და ქამარი ბერი გაბრიელის ხატის ქვეშ სპეციალურ სათავსოშია დაბრძანებული. არ შეიძლება ასევე ადამიანმა, მორწმუნე ადამიანმა იცოდეს მარტო ბერი გაბრიელის საფლავი და არ შევიდეს ტაძარში. ჯერ უნდა მოილოცოს ადამიანმა მორწმუნე ტაძარი, ჯერ ემთხვეს იმ დიდ სიწმინდეებს, ჯერ აღიაროს უდიდესი სიწმინდე, თორე ზოგი მორწმუნე ადამიანი მიდის გაბრიელ ბერის საფლავთან, სწოვს და არ შედის ეკლესიაში. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში ინახება მამა გაბრიელის კიდევ ერთი მანტია. ეპარქიის მღვდელმთავარს წმინდა ბერმა შესამოსელი თავად უსახსოვრა. მეუფე სერაფიმე ღვთისმსახურებას სწორედ ბერი გაბრიელის მანტიით შეუდგა. მეუფისთვის ეს მნიშვნელოვანი საჩუქარია და დღემდე განსაკუთრებულად უფრთხილდება. როცა ჩვენ შევედით სამთავროს დედათა მონასტერში, გამოვიდა მამა გაბრიელი და უთხრეს, რომ აი მორჩილი აკაკი უნდა აღიკვეცოს ბერად სახელად სერაფიმე და მანტია არ აქვს და ჯვარი და ნივთები. ერთ წუთსო მითხრა, ერთ წუთიო ქვია დამელოდეო. მე ვიფიქრე რა უნდა დაველოდე და შევიდე და გამოაკ თავისი ანაფა რომელიც მას ყოველდღურად არ ეცვა და გაუფრთხილდი ასე მითხრა. დამოცა.
მამა გაბრიელის სახელს უკავშირდება მრავალი სასწაული. მათ შორის ერთ-ერთი ხილული სასწაულია, როცა წმინდა ბერი გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ ის პატრიარქის წირვაზე სამების საკათედრო ტაძარში გამოჩნდა. ბერი ტელეეკრანზე პირდაპირ ეთერის მსვლელობისას ბავშვმა შეამჩნია. სიყვარული მის მიმართ უნდა იყოს სულიერი, უნდა იყოს თავდაბალი, როგორც მოუწოდებს ეკლესია. ბერი გაბრიელი არის სიყვარულის მამა. ამდა დაკავშირება გარკვეულ რიცხვთან, გარკვეულ, თქვათ, სურვილებთან, რა თქმა უნდა, არასწორია, არასულიერია. წმინდანი უსრულებს ადამიანს ერთს, ორს, უამრავს ლოცვას. ყველაფერი დამოკიდებულია რა გულით, რა თავდობლობით და რა რწმენით მიმართავ წმინდას. მამა გაბრიელის საფლავიდან აღებული ზეთი დღემდე უამრავი ადამიანისთვის ფიზიკური და სულიერი სნეულებების, კურნებისა და ნუგეშის წყაროდ არის ქცეული. მან ყველაზე ყველაფერი იცოდა, ადამიანს რენტგენივით აშუქებდა. მამა გაბრიელმა ესე იგი თხოვა, რომ ოთარი დღეს აუცილებლად უნდა წავიდეთ მარტყოფში. და ბანქანა იყო დაზიანებული. და გულში გავიფიქრე. ახალი ეგრეა, კარგი ბატონო, წავიდეთ. უკვე დღეს მოვახლოვდით და მარტივად წავიდეთ და ბანქანასაც უკვე უჭირს ელამის ჩაქრეს იცია და უცე ამ განწყობაში როა აი გაზის პედალს რო ეძახით, თითქოს ჩავარდა. ეს მანქანაც მოწყდა ადგილს. ისედაც ასე დაძაბულად ვზივარ ახლა რომელზე და ამ დროს მამა გაბრიელი მეუბნება. უკან არ მიხედო შვილო, ამიტომ მარტყოფელი გვიზის მანქანაში. მანქანა მოგითხარით, რომ კარგვის ფაქტურად ამაღმართებში. მონასტრის გარე ყოველთვის დაგეტილი იყო იქ. უმეტეს შემთხვევაში სამანქანო შესასვლელის. ზუსტად იმას დახვდა ღია. შევარდა ეს მანქანაში და ეზოში როგორც კი შევიდა ათახტახტა რაღაცა ჩაქრა კიდევაც 2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით წმინდანად შეირაცხა ბერი გაბრიელი. მას ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი ეწოდა. მისი ხსენების დღეთ წმინდანის აღსრულების თარიღი 2 ნოემბერი დაწესდა. მამა გაბრიელი ურგებაძე აღიარებულია წმინდანად. მისი სახელი იქნება არქიმანდრიტი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი აღსარებელი და სალოსი. შეგეწიოთ მამა გაბრიელის ლოცვა გურთება. ამინ. ჩვენთან არის მე-20 საუკუნის ამ უმძიმეს ხანაში, როდესაც იდევნებოდა რწმენა, ჩვენი ეკლესიაში ცხოვრობდნენ წმინდანები და ისეთი დიდი წმინდანები, რომლებიც სასწაულებს ახდენდნენ. მამა გაბრიელი მრავალ სასწაულს ახდენდა ცხოვრებაშიც, გარდაცვალების შემდეგაც და აი დღის შემდეგ ჩვენ ველოდებით, რომ იგი კიდევ უფრო დიდ სასწაულებს მოახდენს ჩვენი ქვეყნისთვის. მამა გაბრიელმა სალოსის უმძიმესი ჯვარი მთელი ცხოვრების მანძილზე ატარა. ღვთისმსახურს ქართველმა ხალხმა მე-20 საუკუნის საოცრება და სიყვარულის ადამიანი შეარქვა. მისი უპირველესი საქმე იყო ადამიანების დაახლოება ღმერთთან. ბერი გაბრიელი უსაზღურო სიყვარულით ცდილობდა ყველა დაერწმუნებინა, რომ ღვთის სიყვარული ერთმანეთის სიყვარულში გამოიხატება და რომ ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.